მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო იმედს უსმენთ FM 105-ზე და 9-ზე და გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო თემა, რომელიც საკპატენტის სასწავლო მიმართულებას ეძღვნება. ეს არის სასწავლო ცენტრი, რომელსაც შიგნით აქვს კიდე ძალიან ბევრი საინტერესო კურსი გამოცხადებული. ძირითად შემთხვევაში სწავლება არის უფასო, არის ფიზიკური და ონლაინ ვერსიები და აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით უფრო ვრცლად თუ რა კურსი როდის ცხადდება, რაზე არის მიიღება და საერთო ჯამში რა მიმართულების სერტიფიკატს აიღებს ადამიანი, რომელიც ამათული კურსს დაამთავრებს, ამ ყველაფერზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც უკვე სტუდიაში შემოგვიეცდა. გამარჯობა, სოსო გიორგაძეს წარვადგენთ, საკპატენტის თავმჯდომარის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა და როგორც ვიცი, ყველაზე ახალი და უახლესი გეგმა რაც არის, ეს არის DL-ის კურსი, რომელზე მიიღებაც უნდა გამოცხადდეს სულ რამდენიმე დღეში და კარგად რომ ჩავაყაროთ ჩვენ მსმენელი და მაყურებელიც, რომელიც სოციალური გვერდების საშუალებით ვიდეო სიგნალის მეშვეობით გვიყურებს, ავუხსნათ რას ნიშნავს DL-ის კურსი და რა სეგმენტმა, ანუ ვიზე არის მიმართული, ვინ უნდა გაემზადოს იმისთვის, რომ DL-ის კურსზე რეგისტრაცია გაიაროს და მოხდეს. საკპატენტში სასწავლო მიმართულება დაახლოებით 10 წელია რაც არსებობს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს მხარდაჭერით პრაკტით და ჩამოყალიბდა საკპატენტის სასწავლო ცენტრი და იქიდან მოყოლებული მუდმივად ვცდილობთ, რომ ახალი სასწავლო პროგრამები და უფრო ასე ვთქვათ მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამები შევთავაზოთ დაინტერესებულ მხარეს. პირველ რიგში სურს თქვა, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უკვე სხვადასხვა ტრენინგ კურსებს აწვდის არა მხოლოდ ქართველებს, ასევე უცხოელებს. გვაქვს რამდენიმე საერთაშორისო პროგრამა, სადაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იღება ხოლმე მონაწილეობას, მაგალითად ეს არის სწავლების კურსი გეოგრაფიული აღნიშნულისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების შესახებ და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ჩვენ თვითონ ყურადღებია ადგილობრივი აუდიტორი, რომელიც მათ შორის მოიცავს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ძალიან საინტერესო პროგრამა გქონდა გასულ წლებში მასწავლებლობის გადამზადება, იმიტომ რომ ეს ყველაზე კარგი გზაა, რათა შემდგომ მომავალ თაობასთან მივიტანოთ და ასეულობით მასწავლებელი გადამზადდა, რომელსაც ბუნებრივია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში ქონდა შემდგომ საშუალება, რომ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მიეწოდებინა ასე ვთქვათ ინფორმაცია მოსწავლეებისათვის. რაც შეეხება DL-ის კურსებს, ეს დისტანციური სწავლების კურსებია, რომელიც არის WIPO-ს მიერ ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული და შექმნილი პროგრამები. ის ეძღვნება სხვადასხვა მიმართულებას ინტელექტუალური საკუთრების, მათ შორის არის სასაქონლო ნიშნები, პატენტები, როგორც აღნიშნე, გეოგრაფიული აღნიშნები და ერთ-ერთი ასეთი სასწავლო კურსი იქნება მიმდინარე კვირაში გამოცხადდება მიღება და საშუალება იქნებათ, რომ მიიღონ ამ დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობა. 6 კვირიანი ქართულ ენოვანი კურსია, რომელიც წელიწადში ორჯერ ცხადდება. წელიწადში ორჯერ ცხადდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ ქვეყანაში არსებობდეს პროფესიული კადრები და ამისთვის მხოლოდ სასწავლო მიმართულებები, რა თქმა უნდა, არ კმარა და ჩვენ გავაძლიერეთ ასე ვთქვათ ისეთი მიმართულებები, როგორც არის პატენტწმუნებელთა ინსტიტუტი. გასულ წელს პირველად ჩატარდა 10-12 წლის შემდეგ საქართველოში პატენტწმუნებელთა გამოცდები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ახალი კორპუსი და გაძლიერდეს ეს ინსტიტუტი, იმიტომ რომ პატენტწმუნებელები არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, წარმოადგენენ ბიზნესს, წარმოადგენენ აკადემიურ საზოგადოებას, მეცნიერებას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეფექტიანად განხორციელდეს დაცვა. ძალიან წარმატებული გამოცდები იყო, რომელმაც საშუალება მოგცა, რომ რამდენიმე ათეული პატენტწმუნებული, ახალი პატენტწმუნებული ყავს დღეს საქართველოს, რაც აუცილებელი პირობაა იმის, რომ ჩვენ გვქონდეს ძლიერი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს არის მიმართულება, რომელიც თანამედროვე სამყაროში ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პატენტებზე, სიახლეებს და გამოგონებებს, ბუნებრივია ყველას ესმის, რომ ახალი ტექნოლოგიები არის ის ძალა, რომელიც პრაქტიკულად მართავს თანამედროვე სამყაროს. ეს არის დაწყებული მედიცინით დამთავრებული ნებისმიერ თუნდაც სასოფლო-სამეურნეო დარგით ყველგან ახალი ტექნოლოგიები არის ის, რაც განსაზღვრავს ბიზნესის უპირატესობას, რაც დგას მეცნიერება, რაც გამოიმუშავებს ფულს. შესაბამისად, ეს არის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მუდმივად აინტერესებს ბიზნესს, რომ თავისი ტექნოლოგიები ისე როგორც ბიზნესს, ასევე მეცნიერებას, რომ სიახლეები, გამოგონებები, რომელსაც ისინი ქმნიან, იყოს დაცული
იმისთვის რომ სარგებელი მიიღოს ბიზნესმა, იმისთვის რომ ბიზნესი დაინტერესებული იყოს, რომ ხელი შეუწყოს, ინვესტიცია განახორციელოს მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში. და მას უნდა კონდეს გარანტია იმისა, რომ თუ ის ინვესტიციას განახორციელებს, დაეხმარება მეცნიერებას, ფიზიკოსებს, მექანიკოსებს, ბიოლოგებს, ქიმიკოსებს, მაგალითად შექმნან ახალი მედიკამენტი, ბიზნესს უნდა კონდეს იმის გარანტია, რომ შემდგომ თავის გამოგონებას ის შეძლებს, რომ დაიცვას და ამით ნახოთ სათავადო სარგებელი. ამიტომაც ინტელექტუალური საფუძვლის დაცვა ნებისმიერ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. როდესაც იზომება ქვეყანაში საინვესტიციო გარემო, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორ არის ინტელექტუალური საფუძვლის დაცვა. და იმ შემთხვევაში თუ სწავლობთ დაცვას, საავტორო უფლებებს და ინტელექტუალურ საკუთრებას, რა განათლების მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, ან რა განათლების მქონე ადამიანი უნდა მოვიდეს თქვენამდე, რომ მე უკვე აიმაღლოს კვალიფიკაცია და მიიღოს სერტიფიკატი. ეს არის იურიდიული განათლება, სხვა ჰუმანიტარული საგანი, პირიქით ტექნიკური საგნები, თუ აი ვინ უნდა მოვიდეს, რა ბაზა უნდა ქონდეს და მე თქვენ რას ასწავლეთ, რომ ამის სპეციალისტი გახდეს, რასაც ის თქვენი სასწავლო კურსები. იმის გათვალისწინებთ, რომ ინტელექტუალური საკუთრება ძალიან მრავალფეროვანია, დაწყებული საავტორო უფლებებით, ან მომიჯნავე უფლებებით, რომელიც შეიძლება ქონდეს ლექსის ან ტექსტის, მუსიკის ავტორს და ასე შემდეგ, დამთავრებული ეს შესაძლებელი ფიზიკოსით, ქიმიკოსით, გენური ინჟინერიის სპეციალისტით, რომელიც ქმნის სიახლეებს. ეს ყველაფერი საერთო ჯამში ინტელექტუალურ საკუთრებას ქმნის. მე გულისხმობ, ვინ შეიძლება შექმნას ინტელექტუალური საკუთრება, მაგრამ თუ დამთავრებული გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტებით იქნება ღვინო, ყველი თუ სხვა რომელიმე პროდუქტი. შესაბამისად, ვინ ქმნის ამას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ინტელექტუალური საკუთრება და გახდეს მისი მფლობელი. ხოლო რაც შეეხება დაცვას, როდესაც მას ჭირდებათ კომუნიკაცია, მაგალითად საქმეთთან ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა ქვეყნის ორგანიზაციასთან, წეღან ვისაუბრებ პატარწმუნებულების შესახებ. ესენი არიან ადამიანები, როდესაც პიროვნებას თვითონ არ აქვს დრო ან ვერ ახერხებს, რომ თავისი გამოგონება ან თავისი ავტორო უფლება დაიცვას, მას შეუძლია დაიქირავოს ადამიანი, მაგალითად როგორც ადვოკატი, ყველაზე ახლოს ალბათ რასაც შეიძლება შევადაროთ, ის არის ადვოკატი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით და ის შეძლებს, რომ თქვა მისი საქმეები აწარმოოს, იქნება ის საქმედანში თუ სხვა კერძო. მეტნაკლებად სამართალი უნდა იცოდეს ამ ადამიანმა, ვინც ამ სფეროში შესაძლოა, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდები, რომლებიც შარშან ჩატარდა, საქართველოში პირველად ითვალისწინებდა კატეგორიებად დაყოფას პატარწმუნებულების. ერთი მხრივ შესაძლოა იყოს პატარწმუნებული, რომელიც მხოლოდ სასაქონლო ნიშნების მიმართულებით იმუშავებს და მაგალითად დიზაინის მიმართულებით, გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით და მას არ ჭირდება მან ჩააბარა განსხვავებული ტიპის გამოცდები, ხოლო არსებობს საერთო სპეციალიზაცია, ან პატარწმუნებული, რომელსაც შეუძლია დაფაროს ინტელექტუალური საკუთრების ყველა სფერო, მათ შორის გამოგონების, მათ შორის სასარგებლო მოდელის ან საპატენტო მიმართული. ასეთ შემთხვევაში თუ კი საერთო სპეციალიზაციას ირჩევს სურვილი, რომ გახდეს ამ მიმართულების პატარწმუნებული, ის ვალდებულია იყოს საბუნებისმეტყველო მიმართულების განათლების მქონე, მაგალითად ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იქ არის მიმართულება, რომელსაც ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე, სადაც აუცილებელია საბუნებისმეტყველო განათლება. ხოლო მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს იურიდიული, შესაძლოა იყოს ჰუმანიტარული ფაკულტეტი ან ნებისმიერი სხვა. ასე რომ დეკლარირებულად იმის თქვა, რომ იურიდიული განათლება, მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება სუბიექტური ვიყო როგორც იურისტი, შემიძლია თავმოთქვა, რომ აქ არ არის ასე და მრავალმხრივი, ასე ვთქვათ, არჩევანია სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისთვის. მრავალმხრივი განათლება, მრავალმხრივი პროფესიები, რომელსაც შეუძლიათ სპეციალიზაცია მოახდინონ ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. თუმცა ისიც საინტერესოა, რომ სტატისტიკას, აი საერთო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ არც ისე ადვილია სერტიფიკატამდე მისვლა. იმიტომ რომ მაგალითად 2018-დან დღემდე, ბოლო 8 წლიანი გამოდის ხო სტატისტიკით, 3800 მსურველიდან 1611 სერტიფიკატი გაიქცა, ანუ თითქმის ნახევარი. ეს აჩვენებს იმას, რომ სწავლის განმავლობაში გაცხილვა ხდება და სჭირდებათ ამ უნარების ათვისება იმ დონეზე, რომ სერტიფიკატამდე მივიდნენ. ანუ ის რომ ოღონდ ჩააბარე და ყველას მოგცემ სერტიფიკატს, ესე არ გამოდის. ნახევარმა აიღო თითქმის. ეს არ არის პატარწმუნებულების სტატისტიკა. ეს არის სასწავლო კურსის ზოგადი სტატისტიკა, ხო, ზოგადი. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. ორი
მთავარი მესიჯი, ორი მთავარი იდეა, მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს. ერთი არის ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ ქვეყანაში, რომ ინტელექტუალური საკუთრება ეს არის ღირებულება და მას სჭირდება პატივისცემა, ისევე როგორც მაგალითად ნებისმიერ ტიპის ქონებას, რომელიც ადამიანს გააჩნია, ზუსტად ასეთი უბრალოდ არამატერიალური აქტივი ქონება, რომელსაც შეიძლება დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანოს ადამიანს, ეს არის ინტელექტუალური საკუთრება. მას სჭირდება დაცვა და პატივისცემა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პუნქტით არის მნიშვნელოვანი. და დამცველს სჭირდება ცოდნა. უნებრივი. მეორე მიმართულება, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ, გსურს რომ გავავრცელოთ იდეა, მივაწოდოთ განსაკუთრებით ახალ თაობას, ახალგაზრდებს, ეს არის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიცოდეს, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ინტელექტის გამოყენებით, თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდით, წვნით, განათლებით და შრომით შეუძლია გახდეს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი და ეს ინტელექტუალური საკუთრება შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული. ჩვენ გვაქვს რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც შეიძლება საბაზრო ღირებულება ათეულობით მილიონებს ცდება. ამიტომ ეს შეიძლება იყოს პოპულარული სასახელო ნიშანი, ეს შეიძლება იყოს გამოგონება, ეს შეიძლება იყოს რაღაც პატარა აპლიკაცია, რომელმაც შესაძლოა ადამიანები გახადოს ძალიან წარმატებული. ყველა დიდმა კომპანიამ ასე დაიწყო, რომელიც შემდეგ მილიარდებზე გავიდა და დროს მართავენ მსოფლიოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თქვენ კითხვის ასე ვთქვათ, რომ დავფარო, რომელიც შეეხებოდა სასწავლო მიმართულებას, სპეციალიზაციას, რა თქმა უნდა, რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სწავლების პროცესში ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ მინიმუმი რაც შეიძლება ადამიანს იცნოს, სერტიფიკატი ჰქონდეს, ეს სერტიფიკატი ხო ადასტურებს, რომ მას კონკრეტული განათლება აქვს ამ სფეროში. ამ სერტიფიკატით მას შესაძლოა ასე ვთქვათ, გარკვეული საქმიანობაში გამოიყენოს, სადღაც წარადგინოს და საქმიანობას. აი, ეს სერტიფიკატი რა იერარქია, რა ვაკანსიაზე და რა მიმართულებით გამოიყენება. თუ კი ადამიანი მაგალითად სადღაც საავტორო უფლებების მიმართულებით მიდის და ცდილობს ეძებოს სამსახური, თუ კი ადამიანი არ გულისხმობ კიდე ერთხელ მეორე პატივცემულებს, ან სპეციალიზირებულია გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით, რომელიმე ასოციაციაში სურს დასაქმება, ან მაგალითად იმისთვის, რომ მეღვინეებმა დაიცვან თავიანთი უფლებები, თუ კი მას ექნება სერტიფიკატი და სადმე მიიტანს საკპატენტის ამოცანაა, რომ იქ სადაც საკპატენტის მიერ გაცემული სერტიფიკატია, მას ჰქონდეს ნდობა. დამსაქმებელმა ან არამხოლოდ დასაქმებელმა, უბრალოდ ადამიანები, სადაც ეს საქმიან ურთიერთობაში შედის საკპატენტის სერტიფიკატის მქონე პირი, გსურს რომ ადამიანებმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის სანდო დოკუმენტი. უნებრივია ამ კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ მინიმალური სტანდარტი, რა ინფორმაცია, რა ცოდნა უნდა ქონდეს სერტიფიკატის ფლობას, ეს სტანდარტი იყოს დაცული. და საინტერესო თან ის არის და მომხიბვლელიც, რომ ყველა მიმართულებით, თუ არ ვწდები, სწავლა არის უფასო, ხო? იქნება ეს DL და ონლაინ კურსი, თუ იქნება ეს სასწავლო მიმართულებით სასწავლო ცენტრი, სადაც ფიზიკურად არის სწავლა. ყველაფერი არის უფასო და ამ ეტაპზე ჩვენი, როგორც უკვე გითხარით, ამოცანა არის, რომ პირველ რიგში ცნობიერების გაზრდა, მეორე კვალიფიციური კადრების მომზადება და ბუნებრივია ამ კუთხით ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში და მათ შორის მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მხარდამჭერი ჩვენ ვახერხებთ, რომ ეს ყველაფერი იყოს უფასო. აქვე სურს აღნიშნო, რომ ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრი ძალიან მალე რამდენიმე თვეში ახლა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ქუთაისში გაიხსნება და გადავა ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში, სადაც ჩვენ თანამედროვე სივრცეს ვაწყობთ, რომელიც ტექნოლოგიური ხაბი, რომელსაც აკეთებს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სიპი, ამავე შენობაში ერთ სართულზე განთავსდება ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ცენტრი, რომელიც იქნება ბუნებრივია ამ ტექნოლოგიური ხაბში კონცეფციურად ცხადია ჯდება და არამხოლოდ ჯდება მთლიანად ერწყმის ამ სივრცეს და ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ცენტრი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, სადაც ადამიანები მიიღებენ ცოდნას. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცოდნაზე, კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ადამიანებს მიაწოდოთ მაგალითად ინფორმაცია სასახელო ნიშნების შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას დავეხმაროთ, განავითარონ ისეთი უნარები და შესაძლებლობები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ და რა თქმა უნდა შესაძლოა გამოიყენონ საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების შექმნისთვის. მაგალითად, ახლა ჩვენ ცოტა ვფიქრობ, რომ ეს გრძელებიანი პროცესია, მაგრამ მუშაობთ, შევიმუშაოთ სპეციალური კურსი იმისთვის, რომ ახალგაზრდებს და არამხოლოდ ახალგაზრდებს ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ ეფექტიანად ხელოვნური ინტელექტი.
ხელოვნური ინტელექტი რეალობა, სადაც თავარი გამოწვევა ხელოვნური ინტელექტი. გამოწვევაც და უზარმაზარი შესაძლებლობებიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური ინტელექტი არ აღიქმნდეს მხოლოდ ინფორმაციის მოძიების ან გასართობი მასალის შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტი არის მასალა, რომელიც განათლებას არ ანაცვლებს, ეს გამორიცხულია. განათლებას, შრომას არაფერი არ ანაცვლებს. ეს არის პირველი კომპონენტი, რომელიც ადამიანმა საკუთარი გაძლიერებისთვის, ოჯახის გაძლიერებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისთვის. მაგრამ სხვის ავტორო უფლებას არ იტაცებს, სხვის ჩანაწერი ხმა, სხვისი ჩანაწერი თქვათ ვიდეო მასალა და ასე შემდეგ, რომლის გენერირებას ახდენს და თვითონ თავის მიერ შექმნილ პროდუქტს გავაზრობს, რომელიც სხვის ნამუშევარზე არ მე ვფიქრობ, რომ როგორ იმიჯნება, რას ამბობს მსოფლიო, ვისი ეს ავტორო უფლება ხელოვნური ინტელექტის პროდუქტში. ვეცდები ამ კითხვასაც პასუხი გავცე, მანამდე რაზეც ვსაუბრობდი, რომ ხელოვნური ინტელექტი არის იარაღი, რომელიც შეიძლება გამოიყენო უკეთესი პროდუქტის შესაქმნელად და ადამიანებმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად საქართველოშიც ავითვისოთ, რომ ეს არის სამუშაო იარაღი. პირველ რიგში მას აქვს უზარმაზარი რესურსი, მას შეუძლია დაზოგოს დრო და გაამარტივოს მისნისკენ მისასვლელი გზა. ჩვენ რო დავიმორჩილოთ და არა იმანა გვიმორჩილოთ. აუცილებელია რომ ის გამოვიყენოთ ეფექტიანად, არა გართობისთვის, არამედ შრომისთვის და წარმატებისთვის. რაც შეეხება საავტორო უფლებებს და ხელოვნურ ინტელექტს, უზარმაზარი გამოწვევა მსოფლიოში, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს რისკები იმისა, რომ საავტორო უფლებებს დაარღვევს დღეს მისი მუშაობის, ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ბუნებრივია სხვადასხვა სამეცნიერო თუ არა მხოლოდ სამეცნიერო ინფორმაციის ათვისებას, უხეშად დავარქვათ სწავლა, იმიტომ რომ თუ სწავლას შემეცნების პროცესია. ხო, სწავლებისა და გაწვრთნისთვის ხდება. ესე არის. გაწვრთნისთვის რა თქმა უნდა იყენებს, მაგრამ დღეს თუ ხვალ ძალიან გამჭირდება დღეს შევაფასო ეს ხელოვნური ინტელექტი ახერხებს მხოლოდ მშრალად ამ ინფორმაციის გამოყენებას თუ უკვე მის გადამუშავებას და ვფიქრობ ის უკვე ახერხებს გადამუშავებას, მაგრამ ბუნებრივია ისწავლობს. იყენებს ყოველ შემთხვევაში სხვის მასალას, მაგრამ გამიჯნა თანამედროვე საზოგადოება ცდილობს გამიჯნოს სწავლა და შემდგომ პროდუქტის შექმნა. მხოლოდ სწავლისთვის გამოყენება საავტორო უფლებების დარღვევა ძნელად შეიძლება შეფასდეს, იმიტომ რომ თუკი მან აიღო მასალა. მაგრამ თუკი შექმნა მუსიკა, რომელიც აშკარად თქვა იმეორებს მოცარტის ან ლაღიძის რომელიმე კომპოზიციას ავტორ თუკი ის პირდაპირ იმეორებს, რა თქმა უნდა დააღვევა, მაგრამ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რომ დამცველები, ინტელექტუალური საკუთრების დამცველები ძალიან ბევრს მუშაობენ იმ კუთხით და მუშაობთ, რომ შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, სადაც უფლებების დაცვა მოხერხდება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და მეორე მხრივ თვითონ ხელოვნური ინტელექტი უნდა განვითარდეს ისე, რომ თუ კი ის იყენებს პირდაპირ, მან ამისთვის უნდა გადაიხადოს, ხოლო თუ კი უბრალოდ ამუშავებს ამას და შემდგომ თავის ვარიაციებს უხეშად რო თქვა აკეთებს, ბუნებრივია მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევები ძალიან დიდმა მუსიკოსებმა და მათმა საპროდიუსერო კომპანიებმა, ის სტივ ვანდერი მაგალითად და ესეთმა გიგანტებმა საერთო პეტიციას მოაწერეს, რომ ჩვენს ხმას ნუ იყენებს ხელოვნური ინტელექტი. ბუნებრივია ეს რისკები არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მდგომა, ერთი მხრივ უნდა იყოს ინტელექტუალური საკუთრება დაცული, მაგრამ მეორე მხრივ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საფუძველი, მოტივი არ უნდა მოხდეს ტექნოლოგიური განვითარების, ტექნოლოგიური პროგრესის შესაძლებლობა. ამიტომ ეს ამ ორმა მიმართულებამ აუცილებლად უნდა იპოვოს თანაცხოვრების გზები, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენი მომავალი ტექნოლოგიური განვითარებაზე დგას და ბუნებრივია ამავდროულად ადამიანის შემოქმედებას მის როგორც ფიზიკურ, ასევე ინტელექტუალურ შემოქმედებას არ უნდა შეექმნას საფრთხე და მიზღირებულება. ეს არის ის ოქროს შუალედი, რომელიც აუცილებლად მიღწევადია, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ოქროს შუალედი. დღეს ჯერჯერობით ქაოსია, რომ სანამ დამარდება. თუმცა ეს არის ოქროს შუალედი, რომელიც უნდა აუცილებლად მოვიწყოს. დაუბრუნდეთ განათლების საკითხს. ახლა ქუთაისი ახსენეთ, ანუ გამოდის, რომ სასწავლო ცენტრში ვისაც უნდა ჩაბარება და ფიზიკური სწავლება და თქვენი კურსების გავლა, ქუთაისში უნდა მოხდეს ეს. რამდენიმე თვეში. კი ბატონო, მაგრამ უკვე ქუთაისს რაც უკავშირდება ამოქმედებული გაქვთ სამაგისტრო პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გასული შემოდგომიდან დაიწყო, ხო? პირველი წელი. აი, ესეც საინტერესოა, როგორ გამოჩნდა ინტერესი მაგისტრანტების თაობიდან, როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი, როგორც ვიცი, ჟენევაში მოეწერა ხელი ამ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში მაგისტრის ხარისხი გაცემულიყო თქვენი მიმართულებით. საინტერესოა ეს ძალიან. ეს შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიან რეგიონისთვის არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ სულ
რამდენიმე ქვეყანას აქვს სოფლიოში გაეროსთან, ეს არის ინტელექტუალური საკუთრების სოფლიო ორგანიზაცია, გაეროს 14-დან ერთ-ერთი ორგანიზაცია და სწორედ მისი ეგიდით ხორციელდება სოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად ეს არის ტურინში, არის სწორედ მახსოვს ვარშავაში, ყოველ შემთხვევაში პოლონეთში, არის ჩინეთში განსაკუთრებული შესაძლებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ასეთი სამაგისტრო პროგრამის დანერგვა და ჩვენ ვაიპოსთან ძალიან შრომატევადი სამუშაოების შემდგომ შევძელით, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაგონერგა ეს სამაგისტრო პროგრამა. პირველივე წელს 20-მდე სტუდენტია სამაგისტრო პროგრამის მონაწილე. ის საკმაოდ კონკურენცია იყო, თუ სწორად მახსოვს 30-ზე მეტი მსურველი იყო და საბოლოო ჯამში აირჩა სადღაც 20-მდე სტუდენტი. განსაკუთრებული პროგრამა, იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ, არ მოიცავს მხოლოდ ინტელექტუალურ საკუთრებას. თუ სხვა ქვეყნებში მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრება, საქართველოში ეს არის მეწარმეობა, სიახლეები, გამოგონება, მეწარმეობა, ინოვაციური მეწარმეობა და ინტელექტუალური მაგალითად, თუ მე ოჯახში მყავს მეღვინე, მამა მაგალითად, ან დედა, რომელიც ყველას აწარმოებს ასე შემდეგ, მაგრამ ეს ბიზნესად და წარმოებად ჯერ ვერ ჩამოაყალიბა და მხოლოდ სახში აკეთებს, მე შემიძლია მაგისტრატურაში ეს მიმართულება ვისწავლო და მაგისტრი ვიყო ამ საქმეში, როგორ გავმართო სამეწარმეო ბიზნესი. ინოვაციები, მეწარმეობა და ინტელექტუალური საკუთრება. შემიძლია თავმად თქვა, რომ ეს არის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი, მათ შორის მოიცავს სწავლების კურსი, ფინანსებს, ეკონომიკას, თანამედროვე ტექნოლოგიების მართვას, ინოვაციების მართვას და მის ბიზნესაც ქცევას. ამიტომ უნიკალური შესაძლებლობაა მიიღოს სპეციალური განათლება ადამიანმა და შემდგომ მის დაცვას როგორც ინტელექტუალური საკუთრების. ამიტომაც ეს არის არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, მსოფლიოში ერთ-ერთი განსაკუთრებული სამაგისტრო პროგრამა. ძალიან საინტერესოა. ვფიქრობთ, რომ ქუთაისში, როდესაც უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ გავხსნათ ასევე სასწავლო ცენტრი, ეს კომბინაცია სამაგისტრო პროგრამისა და სასწავლო ცენტრის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამავდროულად თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ქუთაისი იქნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი განათლების ჰაბი საქართველოში და ბუნებრივია ამ კონცეფციაში ჩნდება, იმიტომ რომ როდესაც ძალიან სწორი მიდგომა იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან, როდესაც ხდება წინასწარ შესწავლა, არსებული ინფრასტრუქტურის, განვითარების პერსპექტივების, სამომავლო გეგმის და სწორედ ამის მიხედვით ხდება გადანაწილება და მოხდა გადანაწილება მათ შორის განათლების სფეროში და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლების სფეროში და ძალიან მიხარია, რომ საკპატენტს ექნება თავისი პატარა წვლილი ამ საქმეში. ქუთაისი, იმერეთის გული, კულტურისა და განათლების სათავე ისედაც და შუაგული საქართველო. ზუსტად წუთნახევარი დაგვრჩა, მაგრამ მინდა მოვასწროთ ძალიან სწრაფად საზაფხულო ბანაკებზეც. თქვენთან ინფორმაციაში იძებნება, რომ საზაფხულო ბანაკებიც გაქვთ და ეს რა ასაკის და კატეგორიის ხალხისთვის? ესეც სტუდენტებისთვის ხორციელდება, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესეც არის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი, სადაც სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან აქვს საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა, რომლის გაფართოებასაც ვფიქრობთ, და წარმატებული პროექტია და იმედი მაქვს, რომ სადაც ახერხებენ სტუდენტები ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და თან ეს მოხდეს ისეთ გარემოში, რომელიც მათთვის საინტერესოა, გართობის კომპონენტებსაც შეიცავს, სიახლეების ათვისებასაც შეიცავს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ. მოკლედ, ოღონდ ისწავლეთ და რამდენი მიმართულება არის მორგებული სწავლებაზე, მაყურებელს შევახსენოთ, რომ საკპატენტს აქვს ძალიან ბევრი მიმართულების სასწავლო პროგრამები, სასწავლო ცენტრი, რომელიც ქუთაისში რამდენიმე თვეში გაიხსნება ფიზიკური სწავლებისთვის, დიელის კურსი, რომელზეც გამოცხადება მიიღება სულ რამდენიმე ხანში, უახლოეს დღეებში, საზაფხულო ბანაკები, რომელიც პროგრამაც გაფართოვდება და სამაგისტრო პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ძალიან ბევრი მიმართულება, რაც თავარია სასწავლო პროგრამები გახლავთ უფასო და მეტი დეტალი რეგისტრაციისა და ყველა სხვა პირობის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ საკპატენტის Facebook გვერდზე და ასევე ოფიციალურ საიტზე. ჩვენ სტუმართან ერთად გავიარეთ ძირითადი დეტალები, დანარჩენს როგორც გითხარით, ციფრულ სამყაროში ნახავთ და მოძებნით და აითვისებთ. მადლობა ვუხმობთ ჩვენ სტუმარს, გიორგაძეს, რომელიც საკპატენტის თავმჯდომარეა და ესეთი საინტერესო ინიციატივები და საგანმანათლებლო მიმართულებები წარმოგვიდგინა. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, დარჩით რადიო იმედზე FM 105.9-ზე საინტერესო დილისა და დღის გადაცემების სერია გრძელდება. დროებით მადლობა.